მოგესალმებით, ეს პოპკასტია და დღეს გვყავს სტუმრად პიროვნული ზრდის ტრენერი ბატონი ნუგზარ ძიძიკური. კვლავ და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ ძალიან საინტერესო და ისეთ მნიშვნელოვან თემატიკას და დავიწყოთ თქვენ ახსენეთ და ეს თემა ესეთ კარგად გვაქვსო ჩასაშლელი იქვე აღნიშნეთ. ეს არის პიროვნება, რომ შედგება სამი სუპიროვნებისგან. ეს ძალიან საინტერესოა და ალბათ ბევრმა ადამიანმა არ იცის რაზეა საუბარი. მოდი ვთქვა. მოგესალმებით თქვენ მსმენელს. ეგ არის ძალიან საინტერესო თემა. და მოდი დავიწყოთ მაშინ პირდაპირ, ესე იგი ვეცდები ძალიან ესე მარტივად ვისაუბრო გასაგებ ენაზე, რაც გაუგებარი იქნება მეგობრებო. შემაწყვეტინეთ საუბარი, თქვენს გეხერხებათ. ეს ჩვენი პროფესია, არა მარტო გვეხერხება. პიროვნება შედგება სამი სუპიროვნებისაგან, სამი ნაწილისაგან, ესე ვთქვათ. შინაგანი ბავშვი, შინაგანი მშობელი და შინაგანი ზრდასრული. ამათ აქვს თავისი მოთხოვნილება და თავისი ღირებულებები. მოდი დავიწყოთ შინაგანი ბავშვით. ნუ ვისაუბრებ და მე გაჩნდება კითხვები და ასევე ჩავშალოთ. შინაგანი ბავშვი. შინაგანი ბავშვი პასუხისმგებელი არის ადამიანის ფიზიკურ ცხოვრებაზე. ანუ ეგ სამი ნაწილი აქვს ყველა ადამიანს, ხო? ესე ქვია. ეს უბრალოდ ბავშვი და მშობელი არ გულისხმება. უბრალოდ ესე ქვია ნაწილებს, ესე რო აღვიქვათ და შინაგანი ბავშვი პასუხისმგებელია ადამიანის ფიზიკურ ცხოვრებაზე. და მას აქვს თავისი მოთხოვნილებები. აი, რაც შოს ფიზიკურ ცხოვრებაზე. ფიზიკური, რაც ფიზიკურ სხეულთანაა დაკავშირებული სიცოცხლესთან გადარჩენასთან. ანუ ენერგიის მთავარი წყაროა? თუ არა, სხვაგან ყველაფერი, რაც სხეულთან არის დაკავშირებული, ყველაფერი, ესა შევხედოთ, ესე მარტივად არის შინაგანი ბავშვი და მისი მოთხოვნილებები, უმთავრესი მოთხოვნილება არის გადარჩენა. ხო? მოქმედებს გადარჩენის პრინციპით. უმნიშვნელოვანესი არის ჯერ გადარჩენა და შემდეგი მოთხოვნილებები არის საკვები, კომფორტი, სექსი. ანუ რაღაცა ფუნდამენტური მოთხოვნილებები არის ბავშვური ნაწილი. ყველაზე ფუნდამენტური და მთავარი მოთხოვნილება არის გადარჩენა და შემდეგ ესე დავარქვათ მეორადი მოთხოვნილებები. ანუ ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ ფუნდამენტურია საერთოდ გადარჩენა. ამიტომ ჩვენს წინ ჩაწერებზე რომ საუბრობდით, ეგრეთ წოდებულ უბედურების სამკუთხედზე. იმ სამკუთხედში როგორ ხდება ადამიანი, რატომ უნდა ადამიანს იყოს? გავახსენოთ მაყურებელს, ეს არის ტოქსიკური სამკუთხედი, მსხვერპლი, მოძალადე და გადამრჩენელი. ამაზე ვსაუბრობთ. კი, ამაზე ვსაუბრობთ, ანუ დესტრუქციულ არაჯანსაღ როლებზე. ამ არაჯანსაღ როლებში რომ ვარდება ადამიანი, ხდება ამ როლს იკიდებს და ამ როლით ცხოვრობს, ერთ-ერთი ეს არის კიდევ. რომ ადამიანს თუნდაც ქონდა ის ფუნდამენტური რაღაც მოთხოვნილება დარღვეული გადარჩენის, თუნდაც ორსულობის პერიოდში დედანერვულობს დაძაბულია და ბავშვი უკვე გრძნობს საფრთხეს. მას უკვე არ აქვს ეს დაკმაყოფილებული, რომ გადარჩენისთვის ბავშვური ნაწილის დაუკმაყოფილების გამოხდები, ხოლო სხეული, რომ ვთქვით, აი გადარჩენა სხეული, ჯერ სანამ ბავშვი შემოვა ამ სამყაროში, ის არსებობს, ნაყოფია, ხო? ის არსება, ცოცხალი არსება. მასაც უკვე სადღაც 4-5 თვიდან ესმის ჩანასახის დროს ესმის დედის გულისცემა ესმის, ხო? სამყაროს აღიქვამს. დედა როგორ არის? მას იმპულსებსაც უგზავნის. როცა ის გრძნობს საფრთხეს, იმპულსებს უგზავნის, თითქოს აი ღმერთს უგზავნის იმპულსებს, უნდა გადარჩენა და უნდა უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, მაგრამ დედა ამ დროს ნერვიულობს, დაძაბულია და მაშინ შეიძლება პროგრამა ჩაიწეროს. დედას ეუბნება იმპულს უგზავნის, დედა როგორ ხარ? ხო? მას უსაფრთხოება უნდა, მთლიანად მაზია დამოკიდებული. და დედა შფოთავს ამ დროს. ამ დროს ეწერება პროგრამა, რომ უსაფრთხოება უდრის შფოთს. მოირა საინტერესო. ანუ ზიანდება ადამიანი, ხო? ხშირად ის გადარჩენისთვის ბრძოლას უკვე იწყებს. არ არის ამ ქვეყანას ამ სამყაროში შემოსული და ადამიანი იწყებს არსობობისთვის ბრძოლას. და უკვე შემოდის ერთ სამყაროდან მეორეში, უკვე დაძაბული ერთგვარად. ნუ შეგვიძლია ესე შევხედოთ, ხო? უბრალოდ ახლა ვცდილობ მარტივად აღწერო სურათი. რადონის მნიშვნელოვანია და საიდან მოდის? აი ხშირად ამბობენ, საიდან მოდის
ჩვენ თქვით კიდევ მოდის რომ ჩავყვეთ წინაპრები და შორს გავავდეთ და ჩვილობაში შეიძლება იყოს ეს გამოხატული, აი რაღაც გამოირჩეოდეს ბავშვი, რომ აქვს უკვე თვითგადარჩენის ინსტინქტი. კი, ყველა რა თქმა უნდა, ჩვილი უკვე აღიქვამს ზოგიერთი აღიქვამს რომ საფრთხეს აღიქვამს და იბრძვის გადარჩენისთვის. 12 წლამდე ბავშვი არის დედის ველში. მოდი ესე შევხედოთ. და თვითონ ჯერ მშობელი უნდა იყოს მწყობრში, ჰარმონიაში, დამშვიდებული ენდობა სამყაროს, როგორ აღიქვამს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გადამდებია ყველაფერი. ვადასტურებ როგორც მშობელი. ადამიანი თვითონ გრძნობს საფრთხეს. დაძაბულია ამ მდგომარეობას ის გადაცემს. კი არ ეუბნება სიტყვებით ხშირად მეც მეუბნებიან რა უნდა უთხრა სწორად როგორ ვილაპარაკო, სწორად შეიძლება გაიზუთხო ბევრ რაღაცები და ილაპარაკო, მაგრამ სიტყვები 30%-მდე მაქსიმუმი თქვა, დანარჩენი აღიქმება, იმპულსურად გამოიხატება. ანუ თუ დაძაბული გარემოა, დედა დაძაბულია, მეორე ნახევართან დაძაბული ურთიერთობა აქვს, არ არის ჰარმონია, ჩვილი რა თქმა უნდა არ არის რესურსულ მდგომარეობაში. აქ იგულისხმება შინაგანი მდგომარეობა, შინაგანი რესურსები. ის ამას აღიქვამს. ერთი თვის ბავშვი ვერაფრით ვერ მოატყვილებ, აღიქვამს, აღქმა ერთგვარი. დაბადებამდე აღიქვამს და ზოგიერთი იწყებს უკვე გადარჩენისთვის ბრძოლას იწყებს. აი შეიძლება გაქვთ კადრები ნანახი, შეიძლება არის ესეთ კადრებს YouTube-ზე და ატვირთული არის, როცა აბორტს იკეთებს. რო იმალება ნაყოფი. აი როგორ მიდის გაურბის იმალება და როგორ იბრძვის. ანუ მან იცის რომ საფრთხე ემუქრება, დაღუპვის საფრთხე. ყველაზე უმძიმესი მდგომარეობები ვთქვათ. შეიძლება იყოს არასასურველი შვილი, მით უმეტეს თუ აბორტიდან გადარჩენილი. მე ბევრი მინახავს ასეთი, აი ძალიან ზიანებისაც ხონდა მიღებული და შემდეგ საუბრებიდან ირკვევა, რომ აი მისი მოცილება უნდათ. და აი ჩარევი მცდელობები, მაგრამ გადარჩიო სხვა უნდათ ეგეც მოქმედებს, აი ბიჭი მინდა და გოგოა. ბიჭი მინდა, აი ხშირად არის ესეთები, რომლებიც ქალბატონები, გოგოები, რომ მამამის უნდა და ბიჭი. მაშინ ის ქვეცნობიერად უკვე გადაწყობილია და უნდა რომ მამის პროგრამები და ოჯახის პროგრამები გაამართლოს და ბიჭივით იქცევა. ხო? ბიჭის ხასიათს იღებს, მას სხვა სიარულის მანერა აქვს. ანუ რაღაცეები შეცვლილია ბიჭებს. და გოგო არის გოგო, ბიჭი არის ბიჭი, ხო? ეგ ჩვეულებრივია ეს ორივე სტილს. ან ბიჭობს, ან ტოლს არუდებს ბიჭებს. ხო, ეგეცა. ტოლს. ხო და ხშირად ამბობდნენ, აი მამა ჩემსო ბიჭი უნდა და მეცო და რაღაცა. ეგ ზიანი, ეგ არაჯანსაღია, პირდაპირ რომ ვთქვა, ეგ არის აბსოლუტურად არაჯანსაღი, ზიანია. მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ აი ჩვენს კულტურაში ძალიან ხშირია ეს არის თითქოს აი ნორმალიზირებული, რომ ბიჭი უნდა დგას, ბიჭი თუ არ ყავთ, ბიჭი უნდა ოჯახს. აი ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ელოდებიან ბიჭს. გვარის გამხსელებელი ეგრეა, დღემდე ეგრეა. ესე იგი, ავტომატურად ნორმალიზირებულია ეს არაჯანსაღი იმპულსი. ნუ ახლა არ უნდა განვავრცოთ მთელი მასა. არა, უნდა განვავრცოთ, იმიტომ რომ ჩვენს რეალობაში ვარ და გააცნობიერე რომ დაე, აბარისთვის ვაკეთებთ ხო? ნუ ყველა არა, რომ თქვათ, მაგრამ ნუ შეიძლება ეს რომ გადავხედოთ. არ არის შანსი. ნუ არ უცდარელი უცხო, ესე იგი ხშირია. აი ესე რომ თქვათ, უფრო ისაა რომ უცხო არ არის და ხშირია, ესე კიდევ შეგვიძლია ვთქვათ. კარგი, ახლა მთლიანად გადატანა ყველაფერზე, მაინც არ იქნება ჯანსაღი. თუმცა ხშირად ხდებით ასეთ სურათს და თითქოს ნორმაცაა ბევრი ადამიანისთვის, რა თქმა უნდა, ნორმა არა. ბავშვი, რომელიც შემოვა, რა მნიშვნელობა აქვს, ბიჭია, გოგოა, ცოცხალი არსება, ეგ საოცრება. საერთოდ ადამიანის დაბადება, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საოცრება. მეტი საოცრება რა უნდა ვნახოთ. ბიჭია, გოგოა, ის ნახეთ არის პიკური მდგომარეობები ერთგვარი, როდესაც ყალიბდება ადამიანი. ერთი არის, როცა დედამ გაიგო, ხო? საერთოდ შვილი ეყოლება ბიჭს და გოგოს თავით-ავანება და როგორ აღიქვა, მამამ გაიგო, ოჯახმა გაიგო და როგორ აღიქვამენ. გაუხარდათ. ეს ხო, გაუხარდათ, არ გაუხარდათ, დაიძაბენ, ეწყინათ, ნუ ყველა ვარიანტი არსებობს. ესეც აღიქმება ბავშვზე. არა მარტო რომ ამბობენ ჩვილობის ან ბავშვობის პერიოდში რასეუბნებოდი და რა სცენარები მიმდინარეობდა. ესეც პროგრამულად აღიქმება. როგორ ის იმპულსურად აღიქვამს. ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ სიტყვები, ჩეხები და იმით არ შემოიფარგლება იმპულსურად. ჩვენ ყველა ვართ კავშირზე.
ნუ ახლა ამ დონეზე არ ჩავშლით, ეგ შეიძლება სხვა დროს. კი, ბატონო, ყველა ვგრძნობთ მაგას. აი, რო შევაჯამოთ თქვენ რასაც ამბობთ, ესე იგი, ბავშვი. არა, ჯერ დავასრულებ. არა, დაასრულეთ, საერთოდ კი არ ვაჯამებ, ამ ფრაგმენტს ვაჯამებ, რომ როდესაც ესე იგი, რო საუბრობთ, რომ ეს ბავშვი აქვს ეს გავლენა, მე ჩემ შინაგანი ბავშვი უკვე შეშფოთებული და შეშინებული შემრჩება, მეც დასრულობაშიც აქეთკენ მიყავს. კი, აქეთკენ მიმყავს. ესეც ვამბობ, არა მარტო მიმყავს და ნახეთ თუ შინაგანმა ბავშვმა აი უსაფრთხოება მისი არ დაკმაყოფილდა და პირველადი ეს მოთხოვნილებები არ დაკმაყოფილდა იგივე კვება, ხო, უსაფრთხოება, ჯანსაღი გარემო, კვება მაშინ მას არის შესაძლებლობის ფანჯრები ქვია კიდე დაიკეტება ესე რომ თქვა და მთელი ცხოვრება გაყვება ეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა რა და კონკრეტულად თუ შეიძლება რას ნიშნავს ეს შესაძლებლობის ფანჯრები ანუ ყველაფერს აქვს თავისი დრო ესე რომ თქვა ნუ დრო როგორ წინა ჩაწერებს ვამბობდი აი 2-დან 3 წლამდე თვითშეფასების მთავარი ნაწილი 2-3 წლამდე ჩამოყალიბებულია, ხო? ამ პერიოდში მას თუ ჯერ კიდევ უსაფრთხოება არ აქვს დაკმაყოფილებული და პირველადი მოთხოვნილებები, всё, მას უკვე ჩამოყალიბდება არაჯანსაღი თვითშეფასება და არაჯანსაღი პროგრამები. მის ქვეცნობიერში იდება პროგრამა არ ვარ მე სიყვარულის ბედნიერების ღირსი და დაძაბულია და დაზიანებულია. ეგ ზიანი მას მიყვება მთელი ცხოვრება. ანუ შესაძლებლობის ფანჯარა იყო ამ 3 წლამდე და მორჩე ის იკეტება. არა, მე იკეტება, მე ჭირდება გვერდიდან დახმარება, თერაპიები და მუშაობა საკუთარ თავზე და ადამიანს გართულებული აქვს ცხოვრება. ანუ თვითონ ვერ შეძლებს რაღაცის შესრულება. ძალიან გაუჭირდება. აქაც უნდა ავიღოთ ზიანის დონე. ხო, ზიანები შეიძლება იყოს სხვადასხვა დონეზე. ზოგი ძლიერა, ზოგი ნაკლებად. აქედან მოდის მიჯაჭვულობები, არაჯანსაღი მდგომარეობას ერთად ადამიანის. და ის არაჯანსაღი ემოციები, დანაშაული სირცხვილი, შინაგანად მიტოვებული გრძნობა, რომ არასაკმარისია და ასე შემდეგ. ანუ აი ბავშვი, შინაგანი ბავშვი, ესე ვთქვათ, თუ მას და შემდეგ რომ გაიზრდება, ამ დაუკმაყოფილებელი შინაგანი ბავშვის მოთხოვნილებები არის წამყვანი. და თუ ზრდასრულ ადამიანს აქვს დაუკმაყოფილებელი შინაგანი ბავშვის მოთხოვნილებებით ხელმძღვანელობს, მაშინ ეს არის პიროვნულად მომწიფებელი. პიროვნულად მომწიფებელი ადამიანები ესე ფუნქციონირებენ. ნუ ერთ-ერთი მახასიათებელია. ანუ ინფანტილურია რომ ვამბობთ, აი ხო, ინფანტილურიცა, ნუ ინფანტილურები ეს საერთო ის დაბალი თვითშეფასებით ინფანტილური ჩამოუყალიბებელი არ იცის რა უნდა, როგორ უნდა, ბავშვია უნდა. ცნობიერად რაგვარებს პრობლემებს და აბრალებს ყოველთვის სხვას. კი, ყოველთვის დამნაშავეს გარეთ ეძებს და ასე შემდეგ. უმთავრესად თუ ეს ნაწილი ადამიანის არ ჩამოყალიბდა, არ განვითარდა, მაშინ მას შესაბამისი ემოციებიც უპროგრამდება. ეს არის შფოთი, დათრგუნულობა, უსუსურობა, უსუსურად აღიქვამს თავს. მაგრამ არის ფასეულობა ასევე. თუ ეს ყველაფერი წესრიგში აქვს, უფრო ადამიანი ფასეულობისკენ გადადის. ანუ ნახე, მოთხოვნილება ზრდასრული პირდაპირ რომ თქვა ფსიქოლოგიურად შინაგანად ზრდასრული ადამიანი ფუნქციონირებს, ანუ უპირატესობას ანიჭებს ფასეულობებს და არა მოთხოვნილებებს. ფასეულობებით ხელმძღვანელობს. მომწიფებელი ადამიანი უფრო ხელმძღვანელობს მოთხოვნილებებით. უფრო სხეულის მიერ და ვიტყვით კიდევ რა ნაწილს რა აქვს და უფრო სურათი გამოიკვეთება. მაგრამ ეხლა ვთქვათ ფასეულობა თუ მას უკმაყოფილ თუ გარემო წესრიგშია, ყველაფერი როგორც საჭიროა მიდის, უსაფრთხოება, კვება, ყველაფერი წესრიგშია, მაშინ მას უმწიფდება მოთხოვნილება ფასეულობების. ფასეულობები არის ჯანსაღი, ახლის ძიება, ჯანმრთელობა. ანუ განვითარებაზე ორიენტირებულია ფასეულობა რეალურად.
განვითარება, თვითგანვითარება, ჯანმრთელობა, რაღაც ახლიძიება და შესაბამისი ემოციები. შესაბამისი ემოციები აქვს სიხარული, ენთუზიაზმი, იმედი. ანუ ესენი უფრო უვითარდება ამ ეტაპზე. კარგი, გადავიდეთ. ანუ რა ვთქვათ და შევაჯამოთ მაყურებლისთვის, ესე იგი მე ესე აღვქვი, რომ ესე იგი თუ თვითგადარჩენის პროგრამით მოქმედებს ადამიანი, ის ანუ პირველად მოთხოვნილები არ აქვს და დაკმაყოფილება, ამიტომ თვითგადარჩენაზეა, როცა უსაფრთხოება არის მთავარი და როცა ეს დაკმაყოფილებულია, ის უკვე განვითარებაზე ფიქრობს და ამიტომ ფასეულობების, ასე ვთქვათ, ადეკვატური. თუ დომინანტი არის ამ სამიდან შინაგანი ბავშვი, სავარაუდოდ მას აქვს რაღაცა ტრამვა ან არ არის ყველაფერი რიქსიასია, ხო? ნუ კიდევ ვიტყვი და უფრო გამოიკვეთება. გადავიდეთ ანუ შემდეგ. ახლა სამივე ნაწილი მნიშვნელოვანია. ჩვენ ვამბობთ პიროვნებას აქვს ეს სამი ნაწილი, სამივე ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე შემდეგი არის მშობელი? მშობელი, შინაგანი. ესე დავარქვათ. შინაგანი სიტყვა დავამატოთ, შინაგანი მშობელი. ეს არის პასუხისმგებელი ადამიანის სოციალურ ცხოვრებაზე. ხო? ეს თუ იყო ფიზიკური, ეს არის ადამიანის სოციალური ცხოვრება. და ასევე მოთხოვნილებები, ფასეულობები. მოთხოვნილებები, მთავარი მოთხოვნილება მაინც პირველადი არის იყოს მიღებული. იყოს მიღებული, ეს არის უმთავრესი. და შემდეგ არის ასევე იყოს აღიარებული, დამოკიდებულია სხვის აზრზე და მთავარი მაინც ეს ჯანსაღია? ჯანსაღათითულება ხო? ჯანსაღაზი, არა, კიდევ ვამბობ. მოცემულობა ესეა. შინაგანად მომწიფებული ადამიანი ხელმძღვანელობს ფასეულობებით. ანუ წამყვანი აქვს ფასეულობების. ადამიანი, რომელიც მომწიფებელია, მაინც ხელმძღვანელობს მოთხოვნილებებით. ხო. ხო. ნახე, მისთვის ძალიან მე ფასეულობას რომ მიტყვი და შევადაროთ, მე უფრო გამოიკვეთება რა განსხვავება. ნახე, თუ ის მისი ეს სოციალური მხარე, როგორც სოციალური მხარე, თუ წამყვანი არის, რომ იყოს მიღებული და აღიარებული და არის სხვის აბზრდებზე დამოკიდებული, მაშინ მას ექნება შესაბამისი ემოციები. ეს არის დანაშაულის განცდა, სირცხვილის განცდა, მარტოსულობის განცდა. რა კარგია? რა არის ეს? არა, მე ერთი წუთი ვერ გავიგე და უნდა ვაღიარო, რომ ვერ გავიგე. ეს შინაგანი მშობელი, ანუ არის პასუხისმგებელი ადამიანის სოციალურ ცხოვრებაზე. ხო. ამის გაგრძელებას ამბობთ, რომ არის სხვის აზრზე დამოკიდებული, აღიარება უნდა, მიღება უნდა. ეს არის მოთხოვნილება, მოთხოვნილება შედის. ეს არის მოთხოვნილება და მე ახლა ვამბობ მოთხოვნილებაზე. თუ ის მოთხოვნილებები ხელმძღვანელობს, ხო, გავიგე. მაშინ ამ შემთხვევაში მის სოციალურ მხარეში წამყვანი არის მოთხოვნილებები. გასაგებია. და არა ფასეულობები. ფასეულობას რომ ვიტყვი, შევადაროთ, ხო? თუ წამყვანი არის მოთხოვნილება და მთავარი მოთხოვნილება, ანუ აქ არის ჯერ კიდევ ეს მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია, მის უნდა იყოს აღიარებული, ართulis აღიარებულად თავს. ეს არის თუნდაც ის ბავშვი, რომელიც დედის აღიარებას ეძებს მთელი ცხოვრება. ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, უკვე ეს ხშირ შემთხვევებს ვიზახი მე. რომელიც აქვს პრობლემები, ის ჩამოუყალიბებელია, კარგი სამსახური აქვს, თითქოს ყველაფერი ფულშოულობს, თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მაინც იტანჯება ისე ვერ არის. და ხშირად საკუთარ თავზე მუშაობის დროს აღმოაჩინეს, რომ დედაჩემის მოსაწონი ვერაფრით ვერ გახვდია. ან იმას აღმოაჩენენ, ხშირად ხდება ესე, რომ ყველაფერს აკეთებდა, რომ მოღონ დედამისგან მიღებული და მოსაწონი ყოფილიყო. ну ხშირადაა დედა, ოჯახი, მშობლები, მამა, მაგრამ აქ ეს არ არის რომ კონკრეტულად დედა დამორჩა, მაგრამ აი ბევრი არის უბრალოდ ჩემი პრაქტიკიდან ბევრ შემთხვევებს იძახი. ანუ რა არ გავაკეთეო და მე მივხვდიო და ადამიანი დათრგუნული და საქმე იცრაში ვერც გააკეთებს. ვერაფერს ხო ის ანუ რაც კიდე აკეთო, პირიქით ეს ხრელი უფრო დიდდება. და ადამიანი, ნახე, როგორი ზიანი აქვს მიღებული. ანუ ადამიანი ისევ რჩება ამ დაბალ ცნობიერების დონეებით რომ ავიღოთ, ეგ დაბალ ცნობიერების სიხშირეებზე ეგრეთ წოდებული დონეებზია. და მთელი მისი ცხოვრება მე აღმოჩნდება თავის ცხოვრებით კი არ ცხოვრობდა, ის ცხოვრობდა სხვების ცხოვრებით და არაფრით არ გახდა სხვების მიღებული. და ვერც გახდება, ან ვერ იზრდება. ნახე, შინაგანად ადამიანი ვერ იზრდება, ვერ მწიფდება, ვერ ყალიბდება.
და აქედან გამომდინარე მას თან დასდევს ესეთი გრძნობები, როგორიც არის დანაშაული სირცხვილი, სულ ადამიანი დანაშაულ და სირცხვილში თუ ცხოვრობს, მე მგონი ნათქვამიც მაქვს, ცნობიერების დონეები რომ ავიღოთ და სიხშირეები. აი ყველაზე დაბალი არის ჩათვლილი დანაშაული სირცხვილის გზნობა თუ სულ იქ იმყოფება ადამიანი. ხო, ზოგჯერ ადამიანს სირცხვილს იგზნობს რა ამას კი არ მეტი საუბარი. ანუ მუდმივად აქ ეხარშება. ანუ უმთავრესი ნაწილი აქ არა სულ დათქმული დანაშაულ სირცხვილში. ეგ განადგურება ასე დროს ადამიანს ფსიქოსომატური დაავადებების უყალიბდება. ანუ მოკვდომა მიდის. ასეთი ადამიანი არ ითვლება გონება გახსნილად. მას ბევრი პარამეტრები აქვს დაბლოკილი და ერთგვარი მოკვდომა, სხეულიც ამას აკეთებს გრძნობს და უვითარდება ეს დაავადება. სულ მცირე 80% დაავადებების თქვათ კონკრეტულად აქედან კი არა ფსიქოსომატორია, ну თვითონ იკიდებს ადამიანს. ხო, ესე რომ ავიღოთ. ფასეულობები. ეხლა გადავიდეთ ფასეულობას. ხო, ფასეულობა. ფასეულობა არის იღებს გარემოს და სხვებს. ეგ არის წამყვანი. ნახე, რომ დავაგვერდეთ. იქ უნდა იყოს მიღებული და აღიარებული. ხო, ეს თვითონ ალბათ რას ნიშნავს ეს იღებს? მოლოდინები არა. ეგ არის საინტერესო. იღებს რა? ხო, ეგ არის. ხო, მიღებული. მიღება არ ნიშნავს დათანხმებას. ისე, ხო? ხშირად გონია, აი მიღება არის რაღაც დაჩმორება ან ყველას თავი უქნიო და სხვები ჭკუაზე იარო. ამას ნახდათ არ ნიშნავს. ხო და ეს არის გონება გახსნილი, ის ადეკვატორი არის ამ ცხოვრებაში. ასეთი ადამიანი მთლიანია. ეს არ არის მიმღებლობა პატარა დონე. ხო? აი ცნობიერების დონეები უხეშად ორად რომ გავყოთ. ერთი ესა მომაკვდინებელი დონე და სიცოცხლის დონე, სიკვდილის დონე და სიცოცხლის დონე, ესა სიცოცხლის დასაწყისი დონე, ესე დავარქვებთ. მიმღებლობიდან იწყება სიცოცხლე. ხო, მთავარი ნამდვილი სიცოცხლე. თორემ მიმღებლობამდე პრინციპში სიცოცხლე არ არსებობს ნამდვილი. უბრალოდ ადამიანების უმრავლესობა იქაა და ვერ ხვდებიან, ვერ აღიქვამენ და ცხოვრობენ. ესე ედრებიან სხვებს და ნუ რა ვიცი, სხვებიც ესე არის. ხო, ისიც ასეა, ისიც. ალბათ ცხოვრება. მე ვარ კარგად, რა ვიცი. ცხოვრება ესეთი. ანუ არავის არ ეჯიბრება ესეთი ადამიანი, არავისგან არ წყინს, იმიტომ რომ მიმღებლობა აქვს, მოლოდინები აქვს ალბათ და მოლოდინები მას აქვს ადეკვატორი, რას ნიშნავს? ის არ არის ინფანტილური, არ არის. ან მიმღებლობაზე ინფანტილურ მანამდე ეს ინფანტილიზმის ფორმებია ერთგვარი და მომწიფებელი მდგომარეობა. მაგრამ იმ დონეზე უკვე ადეკვატორად აფასებს გარემოს წრეებზე არ დადის. მოდი ამას გავუსვათ ხაზი. იმიტომ რომ წყენები, ნახე, წყენები ეს განმეორებადი წყენები, როდესაც განმეორებადი ემოციები, როდესაც ამ ემოციებში ტრიალებს და იხარშება. ასეთ რაღაცეები არ აქვს. წრეზე არ დადის. წრეზე სიარული არის, არასიჯანს არის მაჩვენებელი. აუ, სადღაც უფრო ხისტიც არის ესეთი, ალბათ. ხისტი, ჩამოყალიბებული, რომ ნახარო აქ. ჯანსაღ არ გამოვიდა, როგორც საჭიროა, კარგად იყავი, ახლა წავედი. ნუ, კი, შეიძლება. ნახე, მისი კი არის კი, არა არის არა და ადეკვატორია. და არასთქმა შეუძლია. არასთქმა, აი კონკრეტულად რაც შეეხება არასთქმას. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. პიროვნულად ჩამოუყალიბებელ პიროვნებებს უმთავრესად რაღაც მსგავსი რაღაცები ახასიათებს. ერთ-ერთი არის არასთქმა. აი არასთქმა ბევრს უჭერს. ძალიან ბევრს. აი ეგ არის ერთ-ერთი დეფექტია ერთგვარი. და ამაზე ცალკე ტრენინგებიც არსებობს, ასერტულობის ტრენინგები მაგალითად და რაღაც სხვადასხვა ტრენინგები, სადაც აი ასერტულობის ტრენინგებზე მხოლოდ აი არა როგორ თქვას მთელი კურს გადის ადამიანს მხოლოდ ამაზე რომ ისაუბროს. და ზოგიერთს ეს არ ჭირდება, ეგ ბუნებრივად არის, ხო? არის დაძაბულობას იწვევს და რატომ უჭირს ადამიანს არა თქვას, ხო? სწორედ ეგაა, რომ მოსაწონი უნდა იყოს. ანუ შინაგანად ჯერ კიდევ ბავშვია. შინაგან ბავშვია, უბრალოდ ბავშვი ინფანტილური. ინფანტილიზმი, ინფანტი, ბავშვს ნიშნავს, ხო? ფრანგულშიც ბავშვია, ლათინურად. ინფანტი, ხო? ხო, ბავშვია. აქედან მოდის ეს, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში აი მომწიფებელი, ну ბავშვური იგივე არის პრინციპში. ხო და ეგ ჩამოუყალიბებელი რომ არის, აი პიროვნული ზრდა და განვითარება რომ მომობდა კურსზე რომ ვიძახით. აი სწორედ პიროვნული ზრდის კურსი უკვე ადამიანს ჭირდება ჯერ ამაში გაერკვეს, ჯერ უნდა გააცნობიეროს და მიხვდეს სად იმყოფება.
ხო? ჯერ უნდა აი რა არის პიროვნული ზრდის კურსი. აი ორი სიტყვით მაინც რომ თქვა. ჯერ ადამიანი ერკვევა თავის თავში. ჯერ ადამიანი ერკვევა იმ წერტილში, სადაც იმყოფება. ის ერკვევა თავის აზრებში, ემოციებში, სურვილებში და ქმედებებში, ხო? რეალობა მოცემულობაში. მერე, როდესაც ამაში გაერკვევა, მერე სწავლობს მიზნების დასახვას, რაც არის ის. მერე ჯერ პატარა მიზნებით ვარჯიშდება, დღის გეგმის დაწერას სწავლობს, პატარა მიზნების დასახვას, მერე საერთო ჩამოყალიბებას თუ რა უნდა, B პუნქტის განსაზღვრას, თუ სად უნდა მივიდეს, ამაში ეხმარება ტრენერი და ჯგუფი და შემდეგ დამოტივირდეს A პუნქტიდან B პუნქტში სიარულის დროს, გადაადგილების დროს. განუვითარდეს მიმღებლობა, გადაწყვეტილებების უნარი, როგორც ვთქვათ, პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობამდე მევალთ, ეგ ზრდასრულის ფუნქცია ის. ხო? და ჩამოყალიბდეს ნელ-ნელა, გამოიკვეთოს პიროვნება, როგორც ასეთი და ახლა წარმოიდგინეთ ჩამოყალიბებულ პიროვნებას, რომელ კოლექტივში ჩააგდებ, იმათი მოსაწონი და მისაღები უნდა გახდეს. საერთოდ ხარი წაიღებს, იქით წავა. კი. ამიტომ ასეთი ადამიანი ძალიან მოწყვლადია და სადაც მოხდება, ოღონდ მათი მოსაწონი იყოს და ამას აკეთებს თავის საზიანოდ. კიდე. ბევრი ადამიანი საერთოდ რომ მოიხმარს თუნდაც რაღაც ხლუქცევებს ჩადის რაღაცები, იქა ხოლოდ იმიტომ იწყებს ან აკეთებს კიდე სხვების მისაღები მოსაწონი იყოს. ხო, მეტი არაფერი. ის სხვები ჩვევებს იღებს, ხო ხედა ადამიანები როგორ მეგონებიან ერთმანეთს. ისეთი დგომის მანერა აქვს, ისეთი ლაპარაკის ის აქვს. მანერა ისეთი რაღაცეები, ამ დროს სადღაც ხდება საერთოდ რაში ჭირდება. აკიდებული ადვილად იყიდებს. ყველაფერს ერთად იყიდებს. მოსაწონი იყოს. ადამიანი მიდის დაღუპვის განადგურების გზით. მაგრამ მაინც ვერ უშვებს ამას, იმიტომ რომ ეგ იმდენად ძლიერია, ის არ ცხოვრობს. ამ დროს შეიძლება იმ ჯგუფის მოსაწონი არის, ხო? თავიდან და ამით ყალბად იწევს თავის დაბალ თვითშეფასებას და ადამიანი დადგურდება, მისი ცხოვრება არ აქვს. იტანჯება. ეს არის ტანჯვა. რაღაც ეტაპზე, თუმცა ასეთი ადამიანი უნდა ვიცოდეთ, შეიძლება იყოს ნებისმიერ პროფესიაში, ნებისმიერ სოციალურ დონეზე და სფეროში. ხო? ძალიან საოცარია ეს. ძალიან საოცარია, შეიძლება ნებისმიერი ასეთი იყოს, შეიძლება უბრალო იმის რა ქვია, ქარხნის მუშა ან პარლამენტის წევრი და ასე შემდეგ. ხო, და მე ჩვენ მიჩვეულებთ, რომ იმას თომ არ უძენს. ხო, არა, გასაგები. ანუ ნებისმიერ პროფესიაში, ნებისმიერ სოციალურ საფეხურზე შეიძლება იყოს ასეთი ადამიანი, დაძის ხალხსტუხით, იმით რაღაც კაბინეტში შევიდა, თითქოს ცხოვრობს და უბრალოდ როლში იტანჯება, ყალბია, შემოგდებულია და რეალური ცხოვრება არ აქვს. და ისე გაივლის ამ ცხოვრებას, რომ მასზე ვერ მოვა, საიდან მოვიდა, ვინ არის, სად მიდის და საერთოდ რა ხდება სინამდვილეში. ბატონო, ის რა მაინტერესებს, აი ამას შინაგანი მშობელი რატო ქვია ამ ნაწილს აღიარების და მიღების? ისევ ბავშვის კატეგორიაში რატო ვერ არ გადის? რა ანსხვავებს შინაგან ბავშვს მშობელისგან? ან მშობელს ბავშვისგან? ნახე, ეს არის მხოლოდ სხეული და ეს სოციალური ნაწილია. სოციალური ნაწილი როგორც კი შემოვა, ის მშობელი, აი ეს მშობელი. ხო, სოციალური ნახე, ბავშვი არის, ესე ვთქვათ, მინდა. უბრალოდ მინდა. ძალიან მარტივად კიდევ ვთქვა, აი მინდა. ბავშვს აქვს, ეს მინდა ყველას აქვს ისე, კიდევ ხო? მაგრამ ბავშვსა, სულ აი მინდა და ისა დაინახა ბავშვობაში ხომ არის ახლა შეიძლება თვითონ ბავშვი რეალურად შევიდა მაღაზიაში დაინახა თოჯინა მინდა. ხო და ეუბნები, რას ეუბნები, არ აქვს მნიშვნელობა, მაინც მინდა და всё. მოდი ახლა ვთქვათ შინაგანი მშობლის ფასეულობები. შინაგანი მშობლის ფასეულობა. თავარი არის აი მიმღებლობა, რომ ხო ვახსენე ჩვენს და მიიღო სხვები, ხო? ეს თუ არის მოთხოვნილება მიღებული იყოს სხვებისგან, ეს სხვებს იღებს, გარემოს იღებს და როგორც თქვით, ესეც გქონდა მასე. გაგბრებ თქვით და უფრო შეგვიძლია კიდევ ვისაუბროთ. მიმღებლობა არ ნიშნავს დათანხმებას, ის არის ადეკვატური გონება გახსნილი. გონება გახსნილი ნიშნავს ადეკვატურ მოლოდინებში ყოფნას და წინასწარ გაუაზრებელ მოლოდინებში არ ყოფნას. ასე ვთქვათ.
ხო? ანუ ადამიანი წრეებზე არ დადის. თუ პირველად ხდება რაღაც ჩვენ ცხოვრებაში, ეს იქნება გამოცდილება. სამყარომ ესე შეცდომები არის პრინციპში. იცის გამოცდილება. ერთგვარი გამოცდილება მიიღო, მაგრამ უგუნურ მდგომარეობაში არ ხდება. უგუნურება არის წრეზე სიარული, ყველაზე მარტივი განმარტებაა ერთი და იგივე ქცევის ჩადენა სხვა შედეგის მოლოდინით. და ხშირად არის ადამიანი ერთ და იმავე სცენარშია და მაინც სხვა შედეგს მოელის. თუნდაც დედის მოსაწონი უნდა რომ იყოს. ყველაფერი გააკეთა, აკეთებს და აი მაინც არა და აგზელებს მაინც რაღაც. ხო და ასე მოსაწონი ვერასდროს ვერ იქნება, ესე შიგნითაა რაღაც შესაძლებელი. ესეც ბრალი, რა თქმა უნდა, არავის არა, ხო, ესეთი მოცემულობით მოდის. და ხშირად ადამიანები თუ უკვე ძალიან გაუჭირდა და ფსკერზე არიან, მერე იწყებენ დახმარების თხოვნას და აღიარებას, რომ რაღაც პრობლემებში არიან სერიოზული და დახმარება ჭირდებათ. მანამდე უჭირთ. ბევრ ადამიანს უჭირს ამას გაცნობიერება, რომ საერთოდ ესეც ცხოვრებისეულ არაჯანსაღ სცენარშია. უბრალოდ უჭირს და იწყებს რაციონალიზირებას. ანუ თვითონ გონივრული გამართლებების ძიებას, გამართლებებს თუ რატომ არის ამ დღეში. მაგრამ ფაქტი არ იცვლება. მოდი ავიღოთ ფაქტი, ხო? ფაქტი არის ერთ და იმავე წრეზე მიდის და დანარჩენი მიდის ტვინის ჭղლეტა. თუ რატომ მოხდა ეგ ყველაფერი. ანუ ერთი სიტყვით ფასეულობა არის თვითონ იღებს ხვებს, იღებს გარემოს, ასევე შრომის გაუმჯობესება, გარემოს გაუმჯობესება, დახმარება. ეს არის ფასეულობა. ეს არის შინაგანი მშობლის ფასეულობა. შინაგანი მშობლის ფასეულობა. დახმარებაზე ვთქვით, არის დახმარება, არის გადარჩენა. ესეც ვახსენეთ, ანუ ადეკვატური არის, ადეკვატურად აკეთებს. თავს არავის არ ახვევს. დახმარების ხელი შეუძლია გაუწოდოს სხვას და სხვამაც თუ გამოუწოდა და მოყვება, ეხმარება თუ არა, შეუძლია თავის გზა აქვს მას და მიდის. ნახეთ, ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებულ ადამიანს აქვს თავისი გზა. აი ხშირად ამბობენ, აი ბედნიერება, ხო? ბედნიერებაზე უფრო მაღლა რა დგას? ბედნიერება ეს არ არის მთავარი სინამდვილეში. აი მე მაგალითად თუ კარგად გამომყვა ადამიანი, ერთ საათში შემიძლია ბედნიერი გავხადა. თუ აი სულ დამჯერებს და კარგად გამომყვება. ეგ შეიძლება გაცნობიერებადია და ამისი მიღება. მაგრამ ამაზე მაღალი მდგომარეობა არის ცხოვრების, შენი ცხოვრების აზრი კონდეს. საერთოდ იცოდე შენი ცხოვრების აზრი. აი შენი ცხოვრების აზრი, ხო? საერთოდ რა არის? ჩვენ უმთავრესად ბედნიერებას ეძახიან, ესე რომ ვთქვათ, ну, კარგად გზნობს თავს ამ მომენტში. და ეს უბრალოდ ნიშნავს, შეიძლება მისი მოთხოვნილება და გარემო პირობები ერთმანეთს ემთხვევა. ადამიანი კარგად აღიქვგზნობს თავს აღიქვგზნობს, მე ბედნიერი ვარ, ეძახის. აი დილით ეძახის, მე ბედნიერი ვარ, ერთ საათის მერე უკვე შეიცვალა გარემოებები და ეს უბედურია. ხო? ესე იგი, ესეც არაა შენზე რაღაც გარე ფაქტორებზე ხარ და რაღაც იცვლება. საყრდენი გარეთ არ არის, საყრდენი შიგნით არის. ნახე, საყრდენისა და საყრდენი შენი თუ არის, აი ორი სიტყვით ხსნი. სინამდვილეში ახლა რასაც ვამბობ, კარგად თუ დაუკვირდებით, შეიძლება ბევრი დასკვნების გამოტანა. და ამიტომაა ტემპიც სხვადასხვა აქვს ადამიანებს, ზოგიერთი უფრო სწრაფად გადის რაღაცეებს, ზოგს უფრო უჭირს და ეს არის განსხვავება. თორემ კარგად თუ დავაკვირდებით, თუ საყრდენი შენი არის, მთავარი საყრდენი იმაში, რაც დროებითი და ცვალებადი წარმავალია, შენ ვერაფრით ვერ იქნები მშვიდად შინაგანად. მუდმივი დაძაბულობა, უკმაყოფილება მაინც დაყვება. ხმართალია რომ დავუკვირდეთ. კი, ნამდვილად. და აი ცხოვრება მუდმივ რაღაც შინაგანი არის, რომ თქვა სამყარო, ღმერთი, ნახე რაღაც მუდმივი მოცემულობა, შენი სულიერი მხარე შინაგანი კიდევ არის რაღაცა ჩვენში, ხო? ჩვენ უბრალოდ სხეული არ ვარ და ამით არ შემოვიფარგლებით მხოლოდ და მარტო სხეულით, აზრებით და ემოციებით. ჩვენ კიდევ უფრო მეტი მოცემულობა გვაქვს. და ეს ცხოვრების აზრი კონკრეტულად უფრო კარგად რო ვთქვათ, აი რას ნიშნავს მისია შინაგანია, შენი შემოქმედებით ის პოვნა თუ რაღაცა წარმატებაზე იყო ორიენტირებული? არა, წარმატება, ანუ შინაგან რესურსებზე არის, გამთლიანება. ან შინაგანი განვითარება უნდა იყოს ცხოვრების აზრი. შინაგანი, ეს არის შინაგანი მხარე. ეს მარტივად რომ თქვა, სხვანაირად. მოთხოვნილებები არის ის, რისი დაკმაყოფილებაც ჩვენ გვჭირდება ამ მომენტში, რაც ადამიანს ჭირდება დასაკმაყოფილებლად და ფუნქციონირებისთვის როგორც პიროვნებას. აქ და ამჟამად. და ფასეულობა არის უფრო მოქნილია,
რაღაც უფრო რისკენაც მიელტვი. ნახე, რისკენაც მიელტვი, ეს გზა ერთგვარი საით მედიხარ. და მოთხოვნილება ამ მომენტში მინდა რაღაც დავიკმაყოფილო ის კიდევ და ზოგიერთი ამ დაუკმაყოფილებელი რომ მოყვება მარტო ამას ატრიალებს, ტვინი მარტო ამოცემულობაშია. ანუ განვითარებაზე ვეღარ ფიქრობს, ას რესურსული არ არის, თავის მოთხოვნილებებშია ჩახოული ესე. და ნახე, აი რაც არ დაუკმაყოფილდა და გაუმაძღრობა და სულიერი სიცარიელი უყალიბდება. შიმში, ხო, სიცარიელი რა არის ამისი ასეთი ახსნაც კიდე. ხო, აი რა არის შინაგანი მელანქოლია. ამას ხო ვერ შეეხები ხელით. და ესა ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის, უკმაყოფილების გზნობა, შინაგანი, გაურკვეველი, გაუცნობიერებელი, რომელიც და ამიტომ უნდა აი ხვრელია, რაც უფრო ყრი, მით უფრო ფართოვდება. თითქოს ვერ ძღება. ხო? აი ვინც არის ზოგიერთი აი კვებას დამოკიდებული ან იმაზე პირიქით ჩიმშილზე ვერ ძღება და გაუმაძღრობა კი არ ჭირდება უმრავლოდ აი უნდა რაღაცას იყუჩებს და ნებისმიერ რამე შეიძლება ვიღოთ ეს ურთიერთობა, ნივთიერება, არანივთიერება, შოპინგი, ინტერნეტი, სექსი, ესა გამოდგეს ხო? ყველაფერი გაქცევისთვის იყენებს და თანაც საქმე იმაშია რომ ვერ კმაყოფილდება, ანუ რითიც გაურბის რეალობას ის არ აკმაყოფილებს. პირიქით სულ მეტი და მეტი უნდა. და ამ დაუკმაყოფილებლობის და ამ გზით სიარულის და ამ დაკმაყოფილების ძიებაში თავისი მოთხოვნილებების ენგრევა ფსიქიკას, სხეული, სოციალური მხარე, ოჯახიც ამჩნევს, მეგობრებიც ეუბნებიან რაღაც ესე ვერ არის. თვითონაც ხდება, მაგრამ თითქოს უძლური ამ ყველაფრის მიმართ, ასეთ დღეში ვარდება. მოდი, ახლა დასრულზეც გადავიდეთ, არა? დასრულზე გადავიდეთ, მაგრამ ემოციებიც ვთქვათ, ანუ თუ ესეთი შობლის თუ ამ ფასეულობებით მიდის, მას უვითარდება ესეთი ემოციები, ასევე პროგრამდება. სიყვარული, მას უკვე სიყვარული უვითარდება, სიყვარული, მიმღებლობა, ხო? ნელ-ნელა. ანუ ჩვენ თუ ფასეულობებით მოქმედებს და ძალიან დიდი განსხვავება. ახლა რომ ავიღო ფასეულობა თუნდა მშობლის და ეს რა ქვია მოთხოვნილება. აქ ერთი მხარეს თუ მოთხოვნილებებია მხოლოდ წამყვანი ადამიანი დანაშაულ და სერცყულში ცხოვრობს. ანუ ამ გზით მიდის. თუ ფასეულობა მის წამყვანი მაშინ მიმღებლობა და სიყვარულის გზით მიდის და განსხვავება ძალიან დიდია, ახსნაც არ უნდა ბევრი. კი ბატონო. რაც შეეხება ზრდასრული, სამივე ეს ნაწილი მნიშვნელოვანია. ზრდასრული ნაწილი არის პასუხისმგებელი ჩვენ სულიერ ცხოვრებაზე. ის თუ იყო მშობელი, ესე იგი სოციალურ ცხოვრებაზე, ეს არის ჩვენ სულიერ ცხოვრებაზე. და მისი მოთხოვნილება, თავარი მოთხოვნილება არის გარეგანი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ნახე, თავარი გარეგანი თავისუფლება ეს პირველი რას ნიშნავს? ხო, მეც ველოდები. ხო, არის, ყველაფერი არის გარეგანი და შინაგანი. ხო, მე ფასეულობაში რომ გადავართ, იქ შინაგანი არის. გასაგები. ან რო ჩანდეს, რომ ამას თუ როგორ ისიც გარეთ არის, ნახე, ეს მოთხოვნილებები ხომ თქვით. გარებანგანი ფაქტორია და არ არის ანუ ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ყველაფერი გადის შინაგან სამყაროზე. თუ ადამიანი შინაგანად, მე ფასეულობაზე რომ გადავალ, უფრო მაკუთხით, უფრო ჩაიშლება. შინაგანად ადამიანი თავისუფალი თუ არ არის, მაშინ მან გარეგანი თავისუფლებას ის ეძებენ მთელი ცხოვრება, ისევ ცხოვრებისეულიო რომ თქვა, ხო? თუნდაც აი ბევრი თუნდაც საქართველოსდან წავიდა, ხო? საზღვარგარეთ. ეს არის თავისუფლების ძიება? სიტყვაზე კარგი ცხოვრების საძებნელად. მაგრამ აიღო ცხოვრობს გერმანიაში, ამერიკაში, არ ვიცი სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ შინაგანად როგორც იყო, ისე არის. ვერაძლევს. ხო? გერმანია უკეთესი ქვეყანაა, ახლა იქ ჩავალ და უფრო თავისუფალი ვიქნები. ჩავიდა და რაღაც ვერ გახდა უფრო თავისუფალი. ადამიანი შინაგანად თავისუფალი არ არის. იმას გარეგან შენ ვერაფერს ვერ მოგცემს. ჯერ ყველაფერი არის. ნახეთ, არის შინაგანი სამყარო, გარეგანი სამყარო.
ზოგს გონია რომ გარეგანით იცვლება გარეგანი და სინამდვილეში ჯერ შიგნით ვცვლით რაღაცას და გარეგანი იცვლება. ხდება საოცრება, ესე რომ საერთოდ ცხოვრებაში ან ყველაფერს ეხება. ეგ უბრალოდ თავისუფლებას არ უძახ საერთოდ. ნახე, აი ორი მხარეა სულ შინაგანი, გარეგანი. ინფანტილიზმის და დაბალი და მომწიფებლობის მაჩვენებელია ადამიანს როცა გონია რომ მისი ცუდატყოფნის მთავარი მიზეზი სხვა ადამიანია და სხვა უნდა შეიცვალოს რომ თვითონ კარგად გახდეს. ეს არის ინფანტილიზმი ასევე. რომელიც ხშირად აი მაგალითად მშობლებსაც და მეორე ნახევრებსაც და ასე შემდეგ ადამიანებს ახასიათებს. აი ჩემი შვილი რომ შეიცვალოს, მე რაღაც. შეიცვალა მის შვილი. და რაღაც ვერ არის. მე რაღაცის ძიებას დაიწყებს. მას იყენებს იმისთვის, რომ თავისი უკმაყოფილება გამოხატოს. თავის თავსაც თუ არ დააბრალოს საკუთარ თავს და დააბრალოს გარემოს. ძალიან ბევრი ადამიანი თავის არარეალიზებულას შინაგანად რომ რეალიზდება, ეძებს დამნაშავეს. აბა ვინაა ჩვენ ცხოვრებაში დამნაშავე. და ესეთი გზით სიარული, რომ ეგ აი წინაზე ვსქვი ხო, თითის გავაკეთე ასე. უკან მოდის სამი თითი თქვა. ხო, სამი უკან. ხო, ისა თითების გაშვერით შორს ვერ წავართ. ანუ ორიენტირება მისი წამყვანი არის ერთ სიტყვით გარეგანი თავისუფლება, პირველობის ძიება და სხვების დათრგუნვა. აი ეგ არის მოთხოვნილება. ხო, ახლა უფრო გასაგებია ზოგი ამით ფუნქციონირებს. დათრგუნოს, პირველობა ეძიოს, გარეგანი ეს ყალბი არის თავისუფლება და ერთგვარი ემოციებზეც ამიტომ უვითარდება ბრაზი უსუსურობის განცდა და დეპრესიისკენ რა ქვია მიდრეკილება დეპრესია. ანუ ამაზე აღალიბებს. რაც უფრო გონია რომ რაც უფრო ცდილობს სხვები გააკონტროლოს, პირველი იყოს, დათრგუნოს და ასე შემდეგ, მით უფრო დეპრესიისკენ, უკმაყოფილებისკენ და მრისხანებისკენ მიექანება. და ასე რომ დავაგვირდოთ, მათი გამოვლინება, აქ კიდევ არის ყველა თავის თავს უნდა დააგვირდეს. ახლა ჩვენ რომ საუბრობთ, კიდევ მყავს მსმენელი და მაყურებელი რომ გვიყურებენ, ხო? და შემიძლია შევთავაზო ასევე ესე თეორიად რომ არ დარჩეს, ყველა მოიმარჯოს საწარკალამე ფურცელი და ესე როგორც შეუძლია შეაფასონ. აბა უფრო მოთხოვნილებებია წამყვანი მათ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, პიროვნულ ცხოვრებაში და უფრო ფასეულობებია. აქ შეიძლება იყოს ასე მკვეთრად კი არა ანისა, შეიძლება იყოს შერეულია და რომელია წამყვანი, რომელი ემოციები ჭარბობს, ესე შეუძლია ადამიანმა ნახოს, რომელი ემოციები ჭარბობს და ემოციები ქულებით შეაფასოს. 1-დან 10-მდე, 1 მინიმუმი, 10 მაქსიმუმი. სიტყვაზე დანაშაული შეიძლება 10 თუ დანაშაულის თავისი მაქსიმუმზეა 10-იანს დაწერს, თუ საშუალოა 5-იანს დაწერს. ანუ ქულები მიუწეროს ყველაფერს და მე პრინციპში რომ გადახედოს, ნუ დაახლოებით სურათს ნახავს. ეგ ახლა დიაგნოზები არა და ასე შემდეგ ჩვენ უბრალოდ გაცნობითი ხასიათი აქვს ამ ყველაფერს. იმიტომ რომ ზუსტად რომ ჩამოყალიბდეს ადამიანმა სპეციალისტის დახმარებით სერიოზულად უნდა იმუშაოს ამაზე. ეგ არ არის ესეთი მარტივი თემები რომ ესე არის ძალიან დიდი საუბრი და ესე რომ გაიგო ადამიანმა. მე უბრალოდ უმთავრეს რაღაცებზე ვსაუბრობდა. მაინც წარმოდგენა რომ შეექმნეს ადამიანს თორე დანარჩენი სამუშაო პროცესია. ახლა შინაგანი თავი. ახლა ეს არის შინაგანი ფასეულობა. შინაგანი თავისუფლება და პასუხისმგებლობა. შინაგანი პასუხისმგებლობა. შინაგანი ისა თავისუფლება და პასუხისმგებლობა. ისედაც ხო ვამბობ მე ხშირად რეალური ზრდა იწყება, როცა შენ იღებ პასუხისმგებლობას, ყველაფერზე შენ ხარ პასუხისმგებელი ჩათვალე. ნუ ესე მიიღა ის საერთოდ ყველაფერს. ესე შეხედა. სხვა ცუდად მოგექცა იმან რაღაც დაგაკლეს, მე ვარ პასუხისმგებელი. შენ ცხოვრებაზე, შენს მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ხარ შენ. შენ სიტყვაზე ისა ზოგიერთი აქვს ესე დათრგუნულობაში არის ცხოვრებაში და მთლიანად მე გადავიდა მსხვერპლის როლში და მთლიანად ეს სხვების დადანაშაულება წუწუნში ატარებს ცხოვრებას და ეს რას გაძლევს? რა აზრი აქვს?
ასე მთელი ცხოვრება აი მაშინ რა ქვია ილუზიების ძიებაში გაატარებს და აზრი არ აქვს ხო არაფრის იმედი წარმატების იმედი არ უნდა გქონდეს არაფერის ცხოვრებაში არა ვერ განვითარდები ადამიანის ჩვენში არის მოთხოვნილება მუდმივი ზრდის და განვითარების საერთოდ განვითარება ეს არის მუდმივი მოცემულობა ადგილზე შინაგანად ჯანსაღ ადამიანს არ აქვს რომ რაღაცას მიაღწია და всё მივაღწია და всё დასრულდა ამით ყველაფერი და რაღაც ეს არის ახალი შესაძლებლობებია, ახალი სცენარები, ანუ მუდმივი განვითარება, ცხოვრება სულ ერთნაირი არა და ვერ იქნება და არც უნდა იყოს. მთელი ის გვაქვს მრავალი ფერით. როგორც რუსთაველმა თქვა, გვაქვს უამრავი უთვალავი ფერითა, ხო? ფერითა. ხო და ანუ შინაგანი თავისუფლება, პასუხისმგებლობა არის ფასეულობა, ზრდასრული, შინაგანის დასრულება. კი და შესაბამისი რა ემოციები ამ დროს აქვს? რწმენა, უვითარდება რწმენა, შინაგან თავში დარწმუნება, პატივისცემა, შინაგანად ზრდასრულ ადამიანს აქვს პატივისცემა. ის სხვების დათრგუნვას არ ეძებს. მას აქვს პატივისცემითი ურთიერთობა. ჯერ მარტო რომ თქვათ იმ მშობელი და ასევე ბავშვის მოთხოვნილებებითი ურთიერთობა მინდა, უნდა, შენ ასე უნდა და დათრგუნვა. მშობლის მხარე უნდათ იგესაუბრება მუდმივად და გდრქუნავს იმის ზრდასრულის მხარე ყოველთვის პირველობას ეძებს და ისიც იმის მოთხოვნილებაში გდრქუნავს სიტყვას. და ჯანსაღი შინაგანად ადამიანი უბრალოდ აქვს მიმღებლობა და აქვს პატივისცემა. გასაგები იმას ხედავს, რომ ესეთი ხარ შენ, ადეკვატურად გაფასებს, შენგან ადეკვატური მოლოდინები აქვს და გიღებს როგორიც ხარ ისეთი, აქვს თავისი საზღვრები, ანუ თავის საზღვრებს ასე არ დაგარღვევინებენ. შინაგანად ჯანსაღ ადამიანს ჩამოყალიბებულ პიროვნებას აქვს ჩამოყალიბებული საზღვრები. და ეს ასე ადვილად არავის არ არღვევინებს თავის ხო, სხვა ვერ შეძლებს მის ემოციურად დაზარალებას, ხო? კი, ემოციურად ვერ შეძლებს და ყველა მხრივ ვერ შეძლებს. სინამდვილეში, ანუ ის უფრო ადეკვატურ მოლოდინებშია პრევენცია შეუძლია გააკეთოს. რომ ხო, იმას რომ ასე ასკანერებს კიდევ ადამიანს, გააჩნია კიდევ ჩვენ დონეებია სხვადასხვა. ხო, ასე მოჭრილად არ უნდა თქვა ზრდასრული, არაზრდასრული. აქაც არის რაღაც გრადაციები. то радонезია ეგ ზრდასრული თუნდაც და არაზრდასრულიც. ხო და ანუ უფრო ადეკვატორია, ადეკვატურ მოლოდინებშია და მისი ცხოვრებაც უფრო ისა სტაბილური, ბედნიერი. აი თუ შეიძლება რომ აი ხო მე ძალიან დამაინტერესა ეს შინაგანი ბავშვი მშობელის დასრული. ოპტიმალურ ვარიანტში როგორ ვთქვათ, რომ აი ჩაჯდეს მაყურებლის და ჩვენს გონებაშიც როგორ კოლაბორაციაში უნდა იყვნენ ერთმანეთთან, ან რა მიმართებები აქვთ ერთმანეთთან? აი საუკეთესო ოპტიმალური ფუნქციონირება ამ ბავშვის მშობლის და დასრულის როგორია? ვის რა ფუნქცია აქვს და მერე რომ ერთი მთლიანობა? ვის რა ფუნქცია აქვს? ხო თქვით, ამის განვითარება პრინციპი შეიძლება იყოს ვერტიკალური და ჰორიზონტალური. აი როგორ მაინტერესებს? აი მაგალითად, აი ბავშვს ყველაზე ფასეულობითი მინდა რა არის ბავშვის, მერე მშობელის ფასეულობა, აი როგორ ეწყობა ეს რაღაც მოზაიკასავით რო ავაწყოთ. აი დავუშვათ თუ არ ჯანსაღი ადამიანი, ჩემი ბავშვი მშობელი და ზრდასრული რო აი კიდევ ერთხელ შევკრათ ერთად. კი, შევკრათ. ჯანსაღი რომ ავიღოთ, ეგ სამივე ნაწილი რომ ჯანსაღი. თუ ადამიანი დაზიანებულია, გააჩნია ახლა დაზიანებების დონეს, ზოგიერთი ადამიანი ბავშვის მოთხოვნილებებით ფუნქციონირებს და მშობელი და ზრდასრული საერთოდ არ ფუნქციონირებს. ხო, ეგ საინტერესოა. კი, არის ასე. იმაცინავთ თუ სადა? ზრდასრული არ აქვს. ანუ სამივე აქვს, უბრალოდ განუვითარებელი. ხო, ატროფირებულია ასეთ, განუვითარებელია. თორე როგორც ასეთი აქ და ის ბავშვი სხვაგან ეძებს ალბათ უბრალოდ არის ხო აბა ამიტომ ხშირად იმ შობელს რა თქმა უნდა სხვა შეეძებს ეგ კიდევ ასე ჩაშლა კიდევ ცოტა სხვა კუთხით გაგვიყვან ჩვენ მაგრამ შინაგანად მას ეს უკვე მივალ თანადამოკიდებულება შეიძლება ხოლმე პირად ურთიერთობაში არ გამოვლინდეს ეგ შეიძლება კოლეგებთან გამოვლინდეს სამსახურში ყველგან იგივეა ხო ერთი და იგივე ერთ და იგივე სცენარი ის ბავშვს უეძებს შობელს და არ აქვს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს აბსოლუტურად
მას არა მარტო აი პარტნიორში რომ ეძებსო რომ ვამბობთ, ის მანამდეც ეძებდა პარტნიორამდეც. ეს ფუნქცია ჰქონდა. პარტნიორშიც იმავეს აკეთებს. პარტნიორი უკვე არ ყავს და იმავეს აგზელებს, რა თქმა უნდა, პარტნიორი კი არა. იქ სხვას გამოძებნის, მას მუდმივად ჭირდება ეგ მოცემულობა. ჯერ დასაწყისში უნდა ავიღოთ, ჯერ საკუთარ არაჯანსაღ ეგოიზმში იმყოფება, ესეც ქვია. არის არაჯანსაღი ეგოისტი. არაჯანსაღი ეგოიზმი ნიშნავს, როცა შენ თავს ზიანს აყენებ, ანერვეულებ და ნეგატიურ ემოციებში ამყოფებ. არაჯანსაღი ეგოიზმიდან გადადიხარ ჯანსაღ ეგოიზმში. ანუ იწყებ შენ თავზე ზრუნვას. ეგ ჯანსაღი ეგოიზმია ჯერ. ბავშვის დონეზე კარგია ხო? ჯანსაღი ეგოისტი არის ჩვეულებრივ. ანუ სხეულის მოვლას იწყებ. მოდი ასე ყველაზე ახლოს სხეული აღქმადია კიდევ უყურებ და სხეულს ჭირდება ისა რა ქვია მოვლა. სამყარო ღმერთმა რომ მოგვცა ეგ სხეული მოვლა უნდა. ამ სამყაროში ჩვენ ამ სხეულით ფუნქციონირებ და ჯობს გაუფრთხილდეთ, რომ უკეთესად ვიფუნქციონიროთ. ასევე გვაქვს ნერვული სისტემა, ემოციები და სულიერი მხარე და ასე შემდეგ. ნახეთ, ჯანსაღ ვარიანტში ანუ სხეულს უვლის, ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ძილი, ძილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ნერვულ სისტემაზე, როგორც სხეულზე საჭირო არის რომ ვიზრუნოთ, ასევე საჭიროა ვიზრუნოთ ნერვულ სისტემაზე. ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ძილი. ჯანსაღი კვება, ჰაერი, ფიზიკური მოძრაობა, სხეულის მოვლა, ანუ აქედან იწყებს. და თანაც საკუთარ თავის საზიანოდ არ აკეთებს, ანუ პირველ ადგილზე აყენებს საკუთარ თავს. აი გადამრჩენელები საკუთარი თავის საზიანოდ აკეთებენ ამას. შეიძლება რამდენიმე დღე არ დაიძინოს ვიღაცის გამო და რაღაც აკეთებს და ეს მის საზიანოდ მიდის. და შემდეგ მაინც იმით უკმაყოფილო არიან. ანუ გადამრჩენელის ერთ-ერთი ის არის, რა ქვია, ფუნქცია ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ისევ რომ გავიმეოროთ და ხშირად ვიცი ჩემი გამოცდილებით, მაინც გაუგებარია, კარგი ახსნა ჭირდება და გადაღეჭვა ჭირდება ხშირად ადამიანებს, რომ ცუდი რა არისო თუ მეო, ნუ ზოგჯერ თვითონ სიკეთეს ვაკეთებ. ხო, ეს რაღაც ჩვენს ის სიკეთე ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში შენ თუ აკეთებ შენი თავის საზიანოდ, ეგ უკვე სიკეთე არა, პირიქით ბოროტება. ადრე თუ გვიან გაბრაზდები, დაიბოღმები, მსხვერპლად იგრძნობ თავს და აგრესიით დაუპირისპირდები ალბათ, ხო? ნახე, ფიზიკური ჯანმრთელობა გიფუჭდება, ფსიქიკური ჯანმრთელობა გიფუჭდება, იქ თუ ოჯახში ბავშვი არის, ის ბავშვი ზიანს იღებს, ანუ ყველა ზიანს შენი ოჯახის წევრები ზიანს იღებს და ამ დროს ამბობ თითქოს აი რაღაც სიკეთეებს ჩადიხარ. ჯერ ისწავლე შენ თავზე ზრუნვა, მოდი აქედან დავიწყოთ ეს დასაწყისი. შენ სხეულზე, ნერვულ სისტემაზე, ემოციებზე, შინაგან რესურსებზე, შინაგან მდგომარეობაზე დაიწყე ამაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობის აღება. პირველი პერიოდი ამაზე მუშაობ. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი და რომ მიხდები შენ თავზე როგორი ზრუნვა, უფრო ადეკვატური გახდები. ამ დროს შენში შემოდის სიცოცხლის ენერგია. შემოდის ენთუზიაზმი, რაღაც იმედიც გიჩნდება და უფრო ცოცხლები და მეტი რესურსები გეძლევა. მე სწავლობ სხვების მიღებას. თავიდან ეგ რთულია, სხვების მიღებას. ეს უკვე ჯანსაღი მშობელი შემოვიდა. უკვე მშობელი ერთვება, რომ აი სხვების მიღებას, გარემოს გაუმჯობესება, უფრო სადაც იმყოფები, ნუ რა თქმა უნდა, უფრო ხარ დამხმარე რომ იყო, ამისთვის ეს გარკვეული დონეა, შენ გარკვეული მომზადება გჭირდება. ამიტომაც დასაწყისში არავის გადარჩენა არა, საჭირო არაფერი, პირველ რიგში ვინც გადასარჩენია სამხმარებელია, შენ თვითონ ხარ. და მოდი, შენ თავზე, შენი თავის მიხედვა დაიწყე. მერე უკეთესად გეცოდინება სხვების და უფრო მიმღებლობა და სიყვარულისკენ იღებ კი, მიმართულება ერთგვარი, ჯერ მიმღებლობა მოდის, სიყვარული ცოტა იქით არის, ხო? ანუ ამ მიმართულებით მიმღებლობაზე გადის, თქოს ამ მიმართულებით მიდიხარ და უფრო ჯანსაღი ხარ. და შემდეგ მთლიანად პასუხისმგებლობას იღებ თელ ცხოვრებაზე, პირველ რიგში აი შენ. ეს შინაგანის დასრული. კი, შინაგანის დასრული, პასუხისმგებლობას იღებ და პატივისცემას სწავლობ. ნახე, შენ თავსას პატივცემ. ანუ ყველაფერი რაც თქვით იმას თუ გადიხარ, შენ თავს პატივცემ. ადამიანი საკუთარ თავს თუ პატივს არ ცემს, არის სხვებსაც გაუჭირდება, ანუ სხვებსაც ვერ ცემს პატივს. და
ანუ შენი თავის მიღება, პატივისცემა, ზრუნვა, სხვადასხვა ესენი უნარები ჯანსაღი ვითარდება, პასუხისმგებლობას უკვე იღებ ყველაფერზე, უფრო ყალიბდები, როგორც ჯანსაღი პიროვნება და შენში იბადება მეტი სიყვარული, პატივისცემა, გარემოს მიღება, სულიერად შინაგანად იზრდები. და ამ დროს რა ემოციები დომინირებს ესეთ ადამიანში? უფრო მეტად, ასეთ ადამიანში დომინირებს სიხარული, სიყვარული, ჰარმონია, ესენი დომინირებს. ჯანსაღი თვითკმაყოფილება, ანუ საკუთარი თავით კმაყოფილია. ახლა მე რას თქვი, ეს არის ძალიან მაღალი დონე. თვითკმაყოფილება ახასიათებს ესეთ ადამიანს, ხო ჯანსაღი. რა თქმა უნდა, ეს კმაყოფილება ახასიათებს. ანუ რაც უფრო ასე იზრდება, ნაკლები ეგ სიცარიელი ამით ივსება, ანუ ისა უკვე სიცარიელები ნაკლები აქვს. ეს ხო უბრალოდ რაღაც გარეგანი ფაქტორი არა და რაღაცაზე არა გარეგანზე მემული. აი ბატონო გსარ, ხო არის ესე, აი ალბათ ყოველს გქონია რა შეგვიჩნევია ცხოვრებაში რა ხდება, ანუ როგორ შინაგანად, მენტალურად როგორაც გრძნობ თავს, ეს ადამიანებს იზიდავ მე. შეიძლება შენ საერთოდ არ მიხვიდე და არ გაიცნო შენ, მაგრამ ის მოვა შენთან, შენ თუ არ მიხვალ. ესეც არის ხო? მიზიდულობა, რა თქმა უნდა, არის მიზიდულობა, ეგ ველებია. ყველა რომელ ველში იმყოფება ადამიანი, იმ ველისას იზიდავს სიხშირე, ეგ ასეა საერთოდ. რა თქმა უნდა, ესეა. ზოგიერთი ამბობს, მე ვფიქრობ, სად ნახო ასეთი ადამიანი, არ უნდა ნახო, შენ იწყებ შენ თავზე მუშაობას და შენ რომ მუშაობ, დანარჩენი მისით ხდება. სამყარო მისით ფუნქციონირებს, ნახეთ, სამყაროს კი არ აკონტროლებ. ანუ ვინც მოთხოვნილებებით ფუნქციონირებს, აი შინაგანი მშობელი, რომელიც აი უნდათი, დაძაბულია და აი უნდა და დაძაბული არის. ეს პირიქით, რაც უფრო ილუზია აქვს კონტროლის, მით უფრო ყველაფერი ენგრევა. აი კონტროლის მოთხოვნილება. კონტროლის მოთხოვნილება აქვს. ერთ-ერთი, ესე რომ თქვა, ბრჭყალებში ნარკოტიკი, მისი არის კონტროლი. კონტროლი რო გადავთარგმნოთ, მე ესე მესმის არის სხვებზე ძალაუფლების მოპოვება. ეგ მაგით კბობაა. ხო, ერთი არის ყველაფერი ირგვლივ აკონტროლოს. ნახე, ვის უნდა რომ ყველაფერი ირგვლივ აკონტროლოს, ვინც განიცდის შინაგან მარტოსულობას, აქვს დაბალი თვითშეფასება და სულიერი სიცარიელი. ასეთ ადამიანს, რაც უფრო მეტი არის შინაგანი სიცარიელი, მით უფრო ადამიანი პანიკაშია და გონია რომ მთელი ცხოვრება ირგვლივ ყველაფერი უნდა აკონტროლოს. და საქმე იმაშია, რომ აგვირდება ცხოვრებას კი არ აკონტროლებს, ყველაფერი ენგრევა თავზე და უფრო უკმაყოფილო ხდება. რომ ყველაფერი უფრო კონტროლიდან გამოდის. რაღაც პერიოდი ქონდა კონტროლის ილუზია, ხშირად არის ასე, რომ ცხოვრობდა თითქოს კარგად იყო. აი ხშირად რომ მოდიან ადამიანები და მესაუბრებიან, აი რაღაც კარგად იყო ერთ პერიოდი მაცხოვრებაში. და უბრალოდ იმ მომენტში მათ ქონდათ რაღაც ილუზიები ქონდათ იქაც. კარგად არასდროს არ იყვნენ. ერთგვარი ილუზია იყო. შემდეგ ილუზიები დიდხანს არჩება და იწყებს გაფანტვას, მათი არაადეკვატური აზროვნება და მოლოდინი და უფრო მწარე რეალობას ეტაკებიან, უხერხულად გრძნობენ თავს, სიცარიელი კიდევ იზრდება და მარიან ტანჯვაში. ტკივილში არის ტკივილი და არის ტანჯვა. ტკივილი შეიძლება განიცადოს ნებისმიერმა ადამიანმა, მაგრამ ტანჯვა არა. ეს სხვადასხვა რაღაცა. ეგ არის შინაგანი მოცემულობა, ხო? ტკივილი რაღაც გეტკინა სიტყვაზე, ხო? რაღაც, მაგრამ ტანჯვა არის იქ რო იხარშები. უკვე ხო, ჩარჩი იხარშები და აი მიდის, ხო? თორე ცხოვრება ახლა ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. პრინციპში რომ ავიღოთ, აი ნებისმიერი სცენარი ხდება ცხოვრებაში. ეხლა მინდა ძალიან პრიმიტიულ მაგალითზე, იმიტომ რომ გასაგები იყოს მაყურებლისთვის, აი ესეთი კითხვა დავსვა, აი რაც ვისაუბრეთ, იმიტომ რომ რთულია ეხლა ამის აღქმა და მაგრამ თავის საქმეს ეს საუბრები აკეთებს დარწმუნებული ვარ. აი ეხლა სიტყვაზე ჯანსაღი პასუხი რა იქნება, აი ჩემი რომ რაღაცა დავუშვათ თქვათ რომ არის მნიშვნელოვანი ეპიზოდი ავიღოთ დავუშვათ არის ჩაწერა ან რაღაცა მნიშვნელოვანი შეხვედრა ან არ ვიცი რაღაცა მნიშვნელოვანი არის რომ ეს მივანიჭოთ შინაარსი და ჩემი რესპონდენტი თუ არ ვიცი აგვიანებს 1 საათი 10 წუთი კი არა 1 საათი აი დიდი დრო რა უნდა იყოს ჩემი ჯანსაღი რეაქცია
აი ხა რომ ვამბობ კიდევს უკვე გაუბრალს. უკვე იმაშვები. უკვე სულ თქვა ამიჩქარდა და ჩემ აი იმიტომ მოდის რაღაც ემოციები რომ მე არ მცემს პატივს, ამ სიტუაციას არ მცემს პატივს, მე ჩემი საქმე მაქვს, რას ქვია ვინ გონია თავი და 1000 რაღაც, ხო? აი ჯანსაღი აი ესეთი ადამიანის რეაქცია და ემოცია რა იქნება? აი ნახე, ეხლაც რომ გაგახსენდა თვითონ გაზაფხულობა, გაბრაზება იგრძენი, მაგრამ რამდენად ხშირად ხდება? არა, ხშირად არ ყოფილა. იმ ადამიანმა ეს პირველად იყო თუ არა? პირველად, აი ხა ვინც მიტრიალებს თავში პირველად იყო. პირველად თუ იყო, ეს არის გამოცდილება. მოდი ასე ავიღოთ. თუ რაღაცა ხდება პირველად, შენი თავი არ დაადანაშაულო, ამის საკუთარი თავი ისედაც არ დადანაშაულება, არავისი არაა საჭირო. როგორც ასეთი არასწორი გზა დათრგუნვა დადანაშაულება საქმის გარჩევა და ეს არასწორი გზა არის. ჩვენ უბრალოდ ვეცნობით სამყაროს, თუ პირველად ხდება, ეს არის ერთგვარი გამოცდილება. ესე ჩვენ ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს, სწორი არის ყველაფერზე მადლობა მოვიხადოთ. ყველას, ან ხო, აი რა არის ჯანსაღი. ყველა მოვლენას, ყველა სიტუაციას, რაც არ ხდება, დიდი მადლობა უთხრათ და უსვამ ჩემ თავს კითხვას, რა არის ამაში კარგი? ხო, აბა შენ ყველა ნებისმიერი სიტუაციიდან გამოცდილებას ვიღებთ. თუ პირველად ხდება, ეს იქნება გამოცდილება. და გამოცდილება მივიღე და რაღაც შესაძლებელია ამას გვაჩვენებს. აი ეგ არის საერთოდ რაღაც შესაძლებელია. მაგრამ უგუნურება იქნება, უგუნური ქცევა, თორე ადამიანი კი არ არის უგუნური, ზოგი ხან უგუნურად ჩადეს, ხან არა, მაგრამ ზუსტად იგივე ქცევა რომ ჩაიდინოს სხვა შედეგის მოლოდინით, ეს ნიშნავს უგუნურობაში ყოფნას. აი ეგ არის თავი. ანუ რეალურად რაღაცა შეუცვლი. იქ რომ ნახე რაღაც შესაძლებელია. თანაც კიდევ არის ერთი მომენტი ამ დროს სწავლობ. ხო, ის თუნდაც ვინც უნდა მოსულიყო, ну, მაინც რაღაც არაადეკვატურ შეიძლება მოლოდინში იყავი და თანაც უნდა გათვალო ვარიანტები. მოდი ესე ვთქვათ, არის ჯანსაღი აზროვნება და არა ჯანსაღი. ჯანსაღ აზროვნებაში ჯანსაღი აზროვნება არის მრავალვარიანტიანი. არა ჯანსაღი არის ერთვარიანტიანი. აი, სადაც ჩვენ ერთვარიანტიან აზროვნებაში ვართ და მოლოდინებში იქ არის დაძაბულობა და ჩაკეტილობა. ანუ ვიცოდი, აქაც არის უნდა. ნახე, ის უნდა, ამ დროს უნდა მოვიდეს. ხო, თქვით, უნდათი აზროვნება არ არის ჯანსაღი. ხო, სასურველია რომ მოვიდეს. უფრო ისე, მაგრამ არის ვარიანტი რომ ვერ მოვა. იქნებ რაიც რა მოხდა, ინციდენტი მოხდა, კიდე ბევრი რაღაცა მოხდა და მეტო ვერ მოდის. აქ ცხოვრება ძალიან რთულია. ამიტომ ვარიანტები დაუშვა. ვარიანტების დაშვება. როცა რაღაცა გეგმას წერ, ვამბობ, რომ სასურველი ამ დროს მოვიდეს, თუმცა არის ვარიანტი რომ არ მოვიდეს. ნახე, ყველგან საჭირო არის ვარიანტის დაშვება. ვარიანტები გქონდეს. აი, მაშინ ადამიანი ყოველთვის ანუ არ იხშვება იმაზე. აღარ იძაბი სტრესები, ხო? არის სტრესები. არ მუშაობს გეგმა, გადავედი გეგმა ბეზე. ანუ სათადარიგო გეგმები გაქვს. ეგ არის ჯანსაღი. მაგრამ სამყაროს სულ მადლობას უხდი და ცხოვრება ისეთი ბედნიერი გასიერნება გახდება რომ წარმოუდგენელი. აი ხა მე ძალიან მომეწონა თქვენ პასუხში, რა იცი, მე რაღაცაერთ ველოდებოდი, რაღაც ტრაფარეტულად, აი კონკრეტულ ემოციას, კონკრეტულ რა უნდა ვუთხრა და მივხვდი რომ თქვენ საუბრობთ რა აზროვნებით უნდა წახვიდე და მე რა თქვა, როგორ მოიქცე, ეგ უკვე შენ მიხვდები იქ, თორია იქ რა ხდება შენში. კი, ყველაფერი არის ჩვენში რა ხდება. ყველა სამყარო ის ადამიანი ჩვენში ცხოვრობს. მთელი ეგ სამყარო, ეგ ცალკე თემა ისე საუბრობს რა. ახლა ნუ არ მინდა რომ თქვა რაღაცა უფრო ისე თემებზე გადავალ ჯობს ფინიში რომ არ შევაჯამოთ და არ გადავიდეთ, თორემ მე იტყვით რომ ეგ ძალიან საინტერესოა. კიდე ერთი პოდკასტი ჩავდივართ და ძალიან მაინტერესებს ეგ თემა და ფაქტია რომ პიროვნული ზრდის კურსზე თქვენი ხელმძღვანელობით აი ესეთი საკითხები დეტალურად არის გავლილი, დამუშავებული და ჯგუფის წევრებთან მათი მზაობის გათვალისწინებით ხდება ამ საკითხებზე. იმგვარი მუშაობა, რომ ეს ლექციად კი არ დარჩეს და თეორიად, არამედ ინტეგრირებული იყოს თითოეული მონაწილის ცხოვრებაში. ძალიან დიდი მადლობა. დღევანდელი პოდკასტი ფაქტობრივად შედგა. ეს ამოუწურავი თემებია და მე იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც გვექნება შესაძლებლობა, რომ ბატონ ნუგზართან ერთად კიდევ გავშალოთ სხვადასხვა თემები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა და დროებით. მადლობა ბატონო ნუგზარ და არ შემიძლია არ დავეთანხმო ირინეს, რომ თქვენთან საუბარი, აი, ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
მადლობა ამისთვის თქვენ და დიდი მადლობა თქვენ. მადლობა ჩვენ მაყურებელს, ვინც გიყურა. ნახვამდის.